საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო სიონში ამ წუთებში წირვას აღასრულებს. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მრევლი დილიდან შეიკრიბა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეები. სიონში მიდიან როგორც თბილისში მცხოვრები, ისე რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოსული ადამიანები. დღეს ილია მეორის დაკრძალვიდან ზუსტად 1 კვირა გავიდა. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება. პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ვინ გახდება სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი? ამ კითხვას პასუხი საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა გაეცემა. ამ ვადებში მოსაყდრეშიომ უნდა მოიწიოს სინოდი პატრიარქობის იმ 3 კანდიდატის გამოსარჩევად, რომელიც უნდა წარედგინოს გაფართოებულ კრებას. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც. სინოდში ახლა 39 წევრია, 3 კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს წარედგინება კრებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ხმოსნების არსებული რაოდენობით პატრიარქად ასარჩევად კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა დააგროვოს. თუ წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული 3 კანდიდატიდან ვერც ერთი მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის 2 კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა პირველ კენჭისყრაში მიიღო. შესაბამისად, წინ 2 კრება, წმინდა სინოდი, სადაც 3 კანდიდატს ირჩევენ და გაფართოებული კრება, სადაც ამ 3 კანდიდატიდან პატრიარქს აირჩევენ. არაუგვიანეს 2 თვისა მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა. ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთისმადლით და წყალობით აღსრულებოდეს ნება ღვთისა. ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. მისი თქმით, პატრიარქი იყო ურთიერთობის, ღირსების, სიყვარულისა და თავდადების საზომი. გონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რაიმე გადაწყვეტილებაში, გამორიცხულია, განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას. უწმინდესი ჩემზე იძახდა, მეუფე ისეთი ადამიანია, ჩიხში და მსგავს რაღაცაში არ მოხვდებაო. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან შეწუხება თუ დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დაავინდო, აღნიშნავს მეუფე იაკობი. ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე. არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა. ამის შესახებ სიონში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, მისი თქმით, ყველა შემთხვევაში ღმერთი მოქმედებს. სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას ზედმიწევნი წარმართავს კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევის პროცესში.